დღეს ვაპირებ თესლის გაღვივებას. ეს არის გოგრის თესლი, ერთი ეს ძალიან გემრიელი გოგრა შემხვდა ბაზარში ნაყიდი და იმისი თესლი შევინახე. ეს წარმოდგენა არ მაქვს რა არის, როგორც მითხარეს თესლის გამყიდველმა, ეს არის ქართული გოგრის თესლი. ნახოთ რა იქნება პრინციპში. უბრალოდ მაინტერესებს რამდენად კარგად ღვივდება, ამიტომ 7 ეგზემპლარი ავიღე და ვაპირებ რომ გავაღვივო. იმიტომ რომ როგორც ერთი ისე მეორე თესლი მაქვს საკმარისად ბევრი, გოგრის მოყვანა სულაც არ ვაპირებ. წელს ვაპირებ რომ კიტრი დავამყნო გოგრაზე. ამიტომ ჯერ ვთქვათ ჩითილების გამოსაყვანა ჯერ ადრეა, რა თქმა უნდა. მაგრამ უბრალოდ რამდენად კარგად გაღვივდება და როგორ იმედი მქონდეს ამ თესლის, ეს მინდა გავარკვიო ახლა. ამას გავუკეთებ, რა თქმა უნდა, დათესვის წინა დამუშავებას. დღეს ეს თურქული აირანი მივირთვია ეს გადარჩა ჭიქაში და ახლა ამაში მე დავასრულებ ორივე თესლს. წინასწარ ეს უნდა განვაზავო. ახლა წყალს ჩავასხამ ამაში საშუალო თბილს. დაახლოებით ეს რაოდენობა, ეს თითქმის 10 ჯერ განზავებულიც გამოვიდა. შენ ხარ ჩემი ბატონი. ცოტა ვუურიოთ. ახლა გარეთ და სამზარეულოში ვარ და დავასხათ 2 საათით ამ თესლებს. ორი საათის მერე ამას გადავარეცხავ და შემდეგ დავუწყებ გაღვივებას. ახლა მანამდე გასაღვივებელი კონტეინერი მოვამზადოთ. ახლა მე ავიღე 2 ცალი ჩვეულებრივი კონტეინერი, რაც შეიძლება ფართო და ამ ფართე კონტეინერებიდან ავარჩიე მინიმალური სიმაღლის მქონე ღრმა არაფერში არ გვჭირდება. ჩავაფინე მასში რამდენიმე ფენა, 4-5 ფენა, რუხი ფერის ტუალეტის ქაღალდი, ესეთი. თეთრს არ ვიყენებ, იმიტომ რომ თეთრი რანაირი მათეთრებელია და რა არის სიმართლე გითხრა, არ ვიცი და რადგან არ ვიცი, ამიტომ ვერიდები, შეიძლება ქიმიაც იყოს. ეს უბრალოდ გადამუშავებული კარდონია, ჩვეულებრივი მუყაო, ასე რომ ამას ვარჩევ ხოლმე თესლების გასაღვივებლად. შემდეგ ახლა რა ჭირდება თესლს რო გაღვივდეს. არავით არის საკვები ნივთიერებები, აზოტი, NPK და კალიუმი და შემდეგ დასაწყისში არაფერი ჭირდება, მასში არის აბსოლუტურად ყველაფერი. ამიტომ მას ჭირდება მხოლოდ წყალი, სითბო და ჰაერი. ახლა რას გავაკეთებ? ეს თბილი წყლით, ესე ვთქვათ, ცოტა ცოტა მომღვება ხელში. ოდნავ დავასველებ, რომ ისე წყალი არ დადგეს რა. აბატონო. ახლა აქეთაც წყლის დადგომა არ გვაწყობს, მაგრამ საკმაოდ ძველი უნდა იყოს. აუცილებლად ეს ქაღალდი. და ახლა შეხედეთ, არავით არის გუბკა და ეს ფოკუს-მოკუსებს რო ხმარობენ და შამანობენ სასოფლო-სამეურნეო ვიდეო ბლოგერები. არაფერი არ ჭირდება თესლი, როდესაც ამაზე დაიყრება,
ქვევით წყალი იქნება და ზევით ჰაერი. შემდეგ ეს უნდა მოვათავსოთ ბნელ და თბილ ადგილას, ვიდრე ღიws გამოიტანს და ამასაც გაყურებინებთ, როდესაც გამოიტანს. გოგრა საკმაოდ სწრაფად ღივდება. ეხლა უბრალოდ მე მაინტერესებს რამდენად კარგი გაღვივების უნარი აქვს ამ თესლებს. ეხლა ჯერჯერობით ამას ასე დავტოვებ, ჯერ 2 საათი არ გასულა, რაც ასე ვთქვათ, კეფირში მაქვს, კეფირის წყალსნაში, კეფირი აირანია თურქული კაცო. აირანის წყალსნაში მაქვს. ერთი და მეორე, ამას უწოდოთ, უწოდებდი მე ყვითელ გემერიელს, ეს უცნობი ქართული იქნება. რაიმე ჯიშიანზე არ მაქვს პრეტენზია. ეხლა რა საჭიროა გოგრაზე კიტრის დამყნობა. საჩალი ჩუა და შრომატევადი რა თქმა უნდა, მაგრამ მოსავალი აქვს, შეიძლება ითქვას სწორუპოვარი. შარშან 1-3-4 ძირი გავაკეთე, წელს გავაკეთე უფრო მეტს. და ჩემი ეზოს უფრო ჩრდილიან მხარეში მომიწია დარგვამ, იმიტომ რომ ჩვეულებრივი კიტრის ჩითილია. უფრო ადრე ამოვიდა და ეს მომიწია რომ დამერგა ლეღვის ძირში და უფრო გვიან დავრგე, მაგრამ შესაბამისად უფრო დიდ ხანსაც იცოცხლა და უფრო მეტიც მოისხა, მეტი შეეძლო ალბათ, მაგრამ არ იყო მზიან ადგილას, ჩრდილი საკმაოდ უშლიდა ხელს. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ კიტრებზე მეტი დაისხა იმ 4 ეგზემპლიარმა, რომელიც შარშან გავაკეთე. ეხლა რა ხდება? გოგრას აქვს ბევრად უფრო ძლიერი ფესვთა სისტემა, ვიდრე კიტრს. შეუდარებლად უფრო ძლიერი, უფრო ღრმად ჩადის ნიადაგში, უფრო შორიდან იწოვს წყალს და საკვებ ნივთიერებებს. ამიტომ მორწყვაც ნაკლები ჭირდება ასეთ ნამყენს და შესაბამისად მეცაც ისხამს, თუმცა ვიმეორებ შრომატევადია და ეს შეიძლება გააკეთოს ისეთმა ადამიანმა, რომელიც მასობრივად და დიდ ფართობებს კი არ თესავს და არ გავს ჩითილებს, არამედ ეზოში რამდენიმე ძირი უნდა და ის რამდენიმე ძირი ჯობია ბარემ გქონდეს, აი მაღალ მოსავლიანი. ან და თუ გვაქვს დაჩაზე და იმ დაჩაზე მთელი კვირა ვერ ავდივართ. ეხლა ზაფხულის რიცხვებში კიტრს ძალიან გაუჭირდება ავტომატური მორწყვის გარეშე და ასე შეგიძლიათ კვირაში ერთხელ კარგად მორწყათ და მე თავის თავს შეინახავს თვითონ. ეხლა 2 საათის შემდეგ შევხვდებით და ვნახავთ გაგრძელებას. გავიდა დაახლოებით საათნახევარი, პრინციპში ეს სრულიად საკმარისია, რომ რძემჟავა ბაქტერიები და საფუარა სოკოები ამ ჩვენს თესლებზე დამჯდარიყვნენ. ეხლა მე მათ უბრალოდ წყალს გავავრებ და შემდეგ მოვათავსებ სხვადასხვა კონტეინერებში. ეხლა მე გადავრეცხე ეს თესლები, ძირითადი ნაწილი ამ აირანის მოშორდა რა თქმა უნდა. ეხლა კონტეინერებს წავაწერე, ეს ყვითელი ტკბილი და ქართული უცნობი, ეს რამდენად კარგად ამოვა, ეს ვიმეორებ საჩითილედად ესო არ არის, ეს არის უბრალოდ იმისათვის, რომ ამ კვახის თესლის აღმოცენებადობა ჩემთვის უცნობია, ამიტომ პატარა ექსპერიმენტს ვატარებ, ასე ვთქვათ, ჩემთვის. ეხლა ერთში ესენი მოვათავსე. ოპა. ერთმანეთს ცოტა დავაცილოთ კიდეც. აი ასე.
და დავახუროთ თავი. აქეთ მეორე ცოტა გაღება ჭირს ამისი, კარგად გქონდა დავხურული, აბატონო. აი ასე. ხაღალზე ქვემოდან წყალი აქვს, ზემოდან ჰაერი. ეხლა ეს დავხურეთ თავი. ეხლა ამორს დავდებ ერთმანეთზე, მოვათავსებ სიბნელეში, შავ პარკში და დავდებ თბილ ადგილას რადიატორის ახლოს. აქ უბრალოდ საინტერესოა, როგორ გაგვივდება. ეს კარგად უნდა დავხუროთ, რომ აქედან წყალი არ აუთხილდეს. იქ სადაც ვდებ, ტემპერატურა არაერთხელ მაქვს გაზომილი, დაახლოებით 25 გრადუსის ახლოს არის. კარგი თბილი ადგილია. ახლა ხედავთ, აგერ მუქ ადგილას არის მოთავსებული, მუქ პარკშია მოთავსებული რადიატორის თავზე. ეს საკმაოდ თბილი ადგილია, აქ ტემპერატურა არის დაახლოებით 25 გრადუსი. წესით ჩქარა უნდა გაგვივიდეს. ვნახოთ შემდეგ დღეებში. ეხლა ვნახოთ რა ხდება დაახლოებით 45 საათის შემდეგ. ანუ 2 დღე-ღამე მთლიან დარც გასულა ამ კოხის თესლების გაღებებისას. პირველი, რომელსაც უწოდეთ უცნობი ქართული, რომელიც რიგითი გამყიდველისაგან იყო ბაზარში ნაყიდი, 7-დან 6 გაღვივდა სხვადასხვა სიგრძის ღივები აქვს გამოტანილი. მარტო ერთი დარჩა გაუღვივებელი. ჯერ 2 დღე-ღამით არ არის შესრულებული, ხოლო ეს მეორე, რომელიც მე ტკბილი კვახი რომ გადავარჩიე და მისი თესლი დავიტოვე, ამ დროის განმავლობაში აი ამ 8-დან მხოლოდ 2-ს აქვს ღივი. ვაცალოთ კიდევ დაახლოებით 2 დღე-ღამე, 4 დღე-ღამეში უნდა გამოჩნდეს როგორ ღივდება ეს თესლი. ამათგან მე ჩითილებს, რა თქმა უნდა, არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ადრეა. მაგრამ რამდენად ღივდება, ამის დასადგენად სრულიად საკმარისი გახლავთ. აი ეს ძალიან ტკბილი რომ იყო იმ კოხის თესლები, ეს კი ჩემთვის სრულიად უცნობი სცენარის თესლი, უცნობი ჯიშის უფრო სწორად. ეხლა გავიდე დაახლოებით 60 საათი ამ თესლების დასველებიდან და როგორც ხედავთ, აქ მხოლოდ 1 და აქაც მარტო 1, აი ეს არის გაუღვივებელი, აქ მარტო ეს 1. ანუ შეიძლება ითქვას, რომ 90% გაღვივდა, ღივი გამოიტანა. ეხლა ამათი გადარგვა მიწაში უკვე შესაძლებელია გრუნტში, თუმცა იმის გამო, რომ ჯერ ძალიან ადრეა და მე მინდოდა უბრალოდ ამ თესლის გაღვივების უნარის შემოწმება, მე აქ ამ ექსპერიმენტს შევწყვიტავ, თორემ ისე ეს თესლი უნდა იქნეს გადატანილი, რა თქმა უნდა, გრუნტში, რომელიც გაღვივდა და ღივი გამოიტანა. აბატონო, ხედავთ, რომ აბსოლუტურად ყველა თესლი ესეც კი გაღვივებულია, ღივი აქვს. ასე რომ, ეს მეთოდი წინასწარი გაღვივების ძალიან ეფექტურია. თუ გახსოვთ ჩვენ ეს თესლები ჯერ გახსნილი იოგურტში, უბრალოდ გახსნილ აირანში დავასველეთ სადღაც საათნახევრით. შემდეგ მოთავსებული იყო სველ ტუალეტის ქაღალდზე და გამოიყენებოდა ყავისფერი ტუალეტის ქაღალდი.
აი ამ სულ ქაღალდს პერიოდულად ვასველებდი, უბრალოდ ვაპყურებდი წყალს, ისე რომ წყალი არ დამდგარიყო, არსად წყალი არ დგას, როგორც ხედავთ, ხოლო ქაღალდი სველია. მიეწოდებოდა საკმარისი რაოდენობით ჰაერი თესლს, რაც ძალიან სჭირდება და გარდა ამისა, ჰქონდა სრულიად საკმარისი რაოდენობით წყალი. ეხლა თქვენ შეგიძლიათ გუბკაზე გააღვივოთ ან გუბკებს შორის და ასე შემდეგ, მაგრამ მსგავს შემანობები არ არის საჭირო, ის გუბკაც საყიდელია. ყველაზე მარტივი, იაფი და ეფექტური გზა ეს გახლავთ. ეხლა რა თქმა უნდა, გინდა გუბკაზე, გინდა მიწაში და ასე შემდეგ. ყველაფერი შესაძლებელია. ეხლა, როდესაც 100,000-ობით თესლია და თესლი, რა თქმა უნდა, ასეთ რამეს ვერ გააკეთებთ. მაგრამ როდესაც შედარებით მცირე რაოდენობაა და სადღაც 600 კვადრატული მეტრი ეზოში უნდა დარგათ ჩითილები, ჯობია ასე გააკეთოთ, იმიტომ რომ ზუსტად გეცოდინებათ რომელი თესლი გაღვივდა, რომელი არა და ადგილი არ გაგიცდებათ.